ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. წმინდა გიორგი მთაწმინდელი. ქართული სულიერი და კულტურული ისტორიის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ პიროვნებებს, რომლებმაც საკუთარი მოღვაწეობით არა მხოლოდ ეპოქის სახე განსაზღვრეს, არამედ მომავალი თაობებისთვისაც შექმნეს მტკიცე სულიერი და ინტელექტუალური საფუძველი. ასეთ გამორჩეულ მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა წმინდა გიორგი მთაწმინდელი. მე-11 საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, ღვთისმეტყველი, მთარგმნელი, მწერალი და საეკლესიო რეფორმატორი, რომლის საქმიანობამ ქართული ეკლესიისა და კულტურის განვითარებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა სცილდებოდა მხოლოდ სამონასტრო ცხოვრებას და მოიცავდა როგორც განათლების, ისე სოციალური მსახურების სფეროს, რასაც ნათლად ადასტურებს მის მიერ აღზრდილი და მფარველობის ქვეშ აყვანილი ათეულობით ობოლი. წმინდანი დაიბადა თრიალეთში, წარჩინებული და ღვთისმოსავის სახელმწიფო მოღვაწეების, იაკობისა და მარიამის ოჯახში. მისი შობა უფლის მიერ წინასწარმეტყველური ხილვით ეუწყა დედას, რომელსაც ეცნობა, რომ შობდა ღვთის რჩეულ ვერს, რომლისთვისაც სახელად გიორგი უნდა ეწოდებინათ. სიღრმიდანვე საღვთო მადლით ახსილი ყრმა 7 წლის ასაკში მშობლებმა ტაძრისის დედათა მონასტერში მიიყვანეს, სადაც იგი სულიერ წვრთნას წმინდა საბიანეს მეთვალყურეობით გადიოდა. 3 წლის შემდეგ მამამ გიორგი ტაო-კლარჯეთის უდიდეს კულტურულ კერაში, ხახულის მონასტერში წაიყვანა და თავის ძმებს, გიორგი მწერალსა და საბა ხახულელს ჩააბარა. ხახულში, სადაც იმხანად ქართული ინტელექტუალური ელიტა ბასილი ბაგრატის ძე, ილარიონ თვალელი და ანტონი მნათე მოღვაწეობდნენ, გიორგიმ ფენომენალური ნიჭითა და ბეჯითობით ყველას გაოცება შეძლო. მან უმოკლეს დროში ზეპირად ისწავლა საწელიწადო საგალობლები და სრულად გაითავისა ქართულ ენაზე არსებული წმინდა წერილი. მალე ბიძამ, გიორგი მწერალმა, ნიჭიერი ძმისწული თრიალეთის ერისთავ ფერის ჯოჯიკისის სასახლეში წაიყვანა. ფერისის მეუღლემ ბაგრატ მესამის ასულმა ღრმა შვილად აღიარა. 1022 წელს ბიზანტიის კეისარ ბასილი მეორის მიერ ფერისის სიკვდილით დასჯის შემდეგ ქვრივი დიდებული დედაკაცი შინაყმებით ურთ კონსტანტინოპოლში გადასახლდა და გიორგიც თან წაიყვანა. დედაქალაქში გატარებულმა 12 წელმა გიორგის საუკეთესო ბიზანტიური განათლება მისცა. იგი საუკეთესო ფილოსოფოსებსა და რიტორებს დაემოწაფა და ბერძნულ ენას სრულყოფილად დაეუფლა. 1034 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა გიორგიმ ხახულის მონასტერში 25 წლის ასაკში თავისი სულიერი მოძღვრის ილარიონის ხელიდან სამონაზნო კურთხევა მიიღო. თუმცა მალევე განდეგილობისა და იზულებითი სიგლახაკის ძიებით ფარულად დატოვა მონასტერი. დევნის თავიდან ასაცილებლად მან მდიდრული სამოსი გლახაკს გაუცვალა და ჩამოძონძილი ტანსაცმლით სირიაში ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავმთას მიაშურა. შავმთაზე ერთ-ერთი კლდის ნაპრალში გიორგი იპოვა საოცარი ქართველი ასკეტი გიორგი დაყუდებული, კაცი ზეცის და ანგელოზი ქვეყნისა. ახალგაზრდა მოწაფემ რომანაწმინდის მონასტერში უმკაცრეს მარხვასა და მორჩილებაში 3 წელი დაჰყო. როდესაც გიორგის 30 წელი შეუსრულდა, მოძღვარმა იგი დიდი სქემით შემოსა. იერუსალიმის წმინდა ადგილების მოსალოცად წარგზავნა, უკან დაბრუნებულს კი უმძიმესი მორჩილება დააკისრა. ათონის მთაზე ივერონის მონასტერში წასვლა და წმინდა ექვთიმე ათონელის მიერ დაწყებული საღვთო წიგნების ბერძნულიდან ქართულად თარგმნის საქმის გაგრძელება დაავალა. ამდაბალი გიორგი შეკრთა და თავს ამ დიდებული საქმის უღირსად მიიჩნევდა, თუმცა მოძღვარმა დაამშვიდა. ვინც წმინდა ექვთიმეს სიკვდილისაგან იხსნა და ქართული ენა განმარტა, იგივე შენც შეგეწევა. 1040 წელს გიორგიმ წმინდა მთას მიაღწია. მიუხედავად თავისი უდიდესი განათლებისა, მან რამდენიმე წელი მონასტრის ყველაზე მძიმე და შავ სამუშაოებში გაატარა, როგორც უსწავლელმა გლახაკმა. როდესაც გიორგი დაყუდებულმა შეიტყო, რომ მის მოწაფეს ჯერ კიდევ არ დაეწყო თარგმნა, კაცრი საყვედური შეუთვალა. შიშითა და მოწიწებით გიორგიმ ჯერ მღვდლობის პატივი მიიღო, ხოლო 1044 წელს საძმოს დაჟინებული მოთხოვნით ივერონის წინამძღვარიც გახდა. წინამძღვრობის ჟამს მან უდიდესი რეფორმები გაატარა. გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკებში მოათავსა მონასტრის პირველ მაშენებელთა წმინდა ნაწილები. ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მე-9 მონომახისგან მიღებული სახსრებითა და ყვით კაპიტალურად გადახურა წყალჩამომავალი დიდებული ტაძარი.
მიაშენა გარე სტოა და მონასტრის ავტონომია, ოქრობეჭდით განამტკიცა, რითაც წერილობით დაამტკიცა ლავრის ქართველთა საკუთრება ბერძენი ბერების მოძალების წინააღმდეგ. ვინაიდან ადმინისტრაციული საქმიანობა დიდ დროს ართმევდა, გიორგი ორჯერ გადადგა ივერონის მონასტრის წინამძღვრობიდან, რათა მთელი თავისი ძალა და ენერგია მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მიეწყნა. უმეტესად ღამით მუშაობდა და ქართული საეკლესიო მწერლობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარგმანები შექმნა. ბიბლიოლოგია და ეგზეგეტიკა. მან კრიტიკულად შეასწორა და ხელახლა თარგმნა დავითი, პავლენი, სახარება და მოციქულთა ეპისტოლეები, რომელთა ტექსტები საუკუნეების განმავლობაში გადაწერისას არაერთგვაროვანი ცვლილებებით იყო დამახინჯებული. ლიტურგიკა. თარგმნა დიდი სვინაქსარი და თქვენი 12-ნივე სრულიად, ვრცელი ჰიმნოგრაფიული კრებული, რომლის მსგავსი სისრულით იმხანად თვით საბერძნეთის ეკლესიებშიც კი იშვიათად მოიპოვებოდა. პატრისტიკა. ქართულად თარგმნა წმინდა იოანე ოქროპირის მრავალი თხზულება და განმარტება, მათ შორის დაბადების წიგნზე შექმნილი ეგზეგეტიკური შრომები, რითაც ქართული სასულიერო მწერლობა განსაკუთრებულად გაამდიდრა. მან წიგნებს ანდერძად დაურთო. როგორც აქ დაგხვდებათ, ისე შეუცვლელად გადაწერეთ, ნურც ჩაურთავთ რამეს და ნურც დააკლებთ. საქართველოს ეკლესიამ ეს ანდერძი კანონად მიიღო, რამაც საღვთო ტექსტებში არსებული ყველა გაუგებრობა სამუდამოდ მოსპო. წმინდა გიორგის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ეპიზოდი ანტიოქიის საპატრიარქოში მომხდარ პოლემიკას უკავშირდება. ბოროტმა ბერძენმა ბერებმა ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის ქართველების წინააღმდეგ შესჩივლეს, არ ვიცით რა არის მათი სარწმუნოებაო. პატრიარქის წინაშე წარმდგარმა გიორგიმ ბერძნულ ენაზე ისეთი საოცარი თეოლოგიური სიბრძნით განმარტა მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები განაკვირვა, ხოლო ცილისმწამებელნი შეირცხნენ. მალე ბერძნებმა ახალი ბრალდება წამოაყენეს. საქართველოში მოციქულებს არ უკადაგიათ, ამიტომ ქართული ეკლესია ანტიოქიის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდესო. გიორგი მთაწმინდელის პასუხი მჭექარე და ისტორიული იყო. შენ იტყვი, ვითარმეთ პეტრეს საყდარზე ვზივარო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა ანდრიას ნასწავლნი და მის მიერ მოქცეულნი ვართ. ამასთან წმინდა 12 მოციქულთაგანი სვიმეონ კანანელი ჩვენს ქვეყანაში აფხაზეთშია დაკრძალული, რომელსაც ნიკოფსია ეწოდება. მას შემდეგ ერთი ღმერთი გვიცნია, არასოდეს უარ გვიყვია და არც ოდესმე მწვალებლობისკენ გადახრილა ნათესავი ჩვენი. მანვე შეახსენა ბერძნებს, რომ იყო ჟამი, როდესაც მთელ საბერძნეთში მართლმადიდებლობა დაკარგულიყო და წმინდა იოანე გუთელი ეპისკოპოსად მცხეთაში იკურთხა. გაუცებულმა პატრიარქმა თქვა: "ხედავთ ბერსა ამას, ვით არ მარტო ესოდენ სიმრავლეს გვერევისო და ოფიციალურად აღიარა საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობა და სრული დამოუკიდებლობა." ბაგრატ მეოთხისა და კათოლიკოსის მრავალგზის ვედრების შემდეგ გიორგი 5 წლით საქართველოში ბრუნდება საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად. მეფე მას შეეგება სიტყვებით: "კურთხეულია ღმერთი, აჰა, დღეს იქნა ცხოვრება ჩემი სამეფოსი, რადგან ვიხილე ახალი ოქროპირი." გიორგი მკაცრი რეფორმები გაატარა. აკრძალა საეპისკოპოსო კათედრების ყიდვა-გაყიდვა, თანამდებობებზე მხოლოდ ღირსეულნი დაადგინა, აღმოფხვრა უწესობა და იერუსალიმური ძველი ტიპიკონი ახალი ბიზანტიურით ჩაანაცვლა. მეფემ თავისი ვაჟი მომავალი მეფე გიორგი მეორე სულიერად აღსაზრდელად მას ჩააბარა. სამშობლოში გიორგიმ საშინელი სურათი იხილა. ახალი გადავლილი იყო უმძიმესი შიმშილობა. მან სამცხე თრიალეთსა და სხვა კუთხეებში შეკრიბა 80 სრულიად უმწეო ობოლი ბავშვი. ზოგიერთი მონობისგანაც დაიხსნა. მან დაარსა უნიკალური სკოლა-პანსიონი და სკრიპტორიუმი, სადაც თავად შეუსვენებლად ზრდიდა და ასწავლიდა ამ ბავშვებს. მიზანი დიდი იყო. გაეზარდა განათლებულ ქართველთა ახალი თაობა, რომელთაც მისი ნათარგმნი წიგნების საკითხვა და გამრავლება შეეძლებოდათ ათონსა და საქართველოში. 1064 წელს, როდესაც სულთანმა ალფარსლანმა თრიალეთი და ჯავახეთი აოხრა, გიორგი წინასწარმეტყველური ხილვით იხსნა თავისი ობლები ახალქალაქიდან, რომელიც 3 დღეში თურქებმა მიწასთან გაასწორეს. პოლიტიკური ვითარების უკიდურესად დაძაბვის გამო წმინდანი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. 1065 წელს გიორგი კონსტანტინოპოლში ჩავიდა თავის 95 შვილობილთან და მოწაფესთან ერთად. იმპერატორმა კონსტანტინე მეათე დუკამ საგანგებო მიღება მოაწყო. კეისრის კითხვაზე რა განსხვავებაა ბერძნულ და რომაულ წირვას შორის, ბერმა უდიდესი თეოლოგიური განმარტება მისა აპოლინარის ერესის საწინააღმდეგოდ და აღნიშნა, რომ თუ სარწმუნოება მართალია, რიტუალური განსხვავება მეორე ხარისხოვანია, როდესაც კეისარმა ობლები იხილა სამონაზნო სამოში აღფრთოვანებულმა შეაქო ბერი. გიორგიმ ობლები მეფეს შეავედრა და ყრმებს წმინდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა 10 განუტევე აგალობა, რითაც მიანიშნა თავის გარდაცვალებაზე.
მეორე დღეს 1065 წლის 29 ივნისს პეტრე პავლობის დიდებულ დღესასწაულზე წმინდანმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. პირჯვარი გადაისახა და თქვა: შენს ხელთ ვაბარებ უფალო ჩემს სულს. მისი წმინდა უხრწნელი ცხედარი მოწაფეებმა დიდი გაჭირვებით, ურმებითა და ნავებით ათონის მთაზე გადაასვენეს და ივერონის ყოველთა წმინდათა ეკლესიაში მონასტრის პირველ მაშენებლის გვერდით დაკრძალეს, როგორც მონასტრის მეორედ მაშენებელი და ქართული კულტურის უდიდესი ბურჯი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს ყოველწლიურად 10 ივლისს აღნიშნავს.